რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალები არ ჭირდება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს ბჭყალებში, იმიტომ რომ მათ უკვე ყავთ საკმარისი რუსული ძალები. ეს სამხრეთ ოსეთი აღარ არსებობს ისეთი, როგორიც ის ოდესმე ყოფილა. ეს არის ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც ემსახურება ყველა სხვა დანარჩენი, ვინც იქ ცხოვრობს. შესაძლოა ვიღაცა კმაყოფილია, იმიტომ რომ ხელფასი აქვს იმითი, რომ ემსახურება რუსულ სამხედრო ბაზას. მაგრამ სინამდვილეში მოსახლეობა კმაყოფილია თუ არა იმ მდგომარეობით, რომელშიც ისინი არიან. ეს ყველაზე კარგად ჩვენ დავინახეთ მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთში იყო ძალიან სერიოზული პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოსვლები და სოციალური, ანუ სამოქალაქო წინააღმდეგობა იმ ცნობილი ხელშეკრულების ბჭყალებში გაფორმების დროს, რაც სამხრეთ ოსეთს და რუსეთს შორის დაიდო. ის ხალხი, ვინც მუშაობს დღეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე, აქვს ხელფასი და გადარჩენის შესაბამისად შესაძლებლობა, ალბათ ამბობს, რომ კმაყოფილია. მაგრამ ეს არ არის სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის განწყობა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი აზრი არ არის, ეს დადასტურდა სწორედ აი იმ დღეებში, როდესაც გაუჭირდა სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ადვილად და ესე უბრალოდ ერთი ხელის მოსმით იმ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ მათ შეხვდა საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა. ეს წინააღმდეგობა არ არის საკმარისი ბუნებრივია იმისთვის, რომ ასეთი ცუდი ამბები არ მოხდეს, მაგრამ ეს წინააღმდეგობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გვჯეროდეს, რომ მოსახლეობის დაბრუნება იქ შესაძლებელია.